მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს თქვენთან ერთად გავაგრძელებთ მიმოხილვას ირანში მიმდინარე მოვლენების. რიგი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა მოხდა. მათ შორის შეგაწყობინებთ, რომ უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოჯტაბა ჰამენეი, ანუ შვილი, მოკლული სულიერი ლიდერის, რაჰბარის, ეგრეთ წოდებული, ანუ რომელიც რეალურად მართავდა ქვეყანას, თან უსასრულოდ, ანუ რელიგიური სისტემის მმართველი იყო, მისი შვილი გახდა შემდეგი რაჰბარი, ანუ სულიერი მმართველი, მოჯთაბა ხამენეი, რომელსაც აი 20 წუთის წინ თბილისის დროიდან 2 საათზე რეალურად მიულოცა უკვე ვლადიმერ პუტინმა და წარმატებები უსურვა, გამოხატა მისი მხარდაჭერა და სოლიდარობა ირანელი ხალხის მიმართ პუტინმა. ეს არის ბოლო ესეთი განვითარება. მანამდე გეტყვით, რომ დღეს პრინციპში ასევე იყო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით თელ-ავივის რეგიონში. კლასტერული ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს ირანელებმა. გაცილებით უფრო დაკლებულია, ასე ვთქვათ, ინტენსიურობა დარტყმების გასროლის ირანიდან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს ეს პრობლემა და გრძელდება ეს პრობლემა. როგორც ვიგებთ, აი ნახევარი საათის წინ გავრცელდა ეს ინფორმაცია და აი დარტყმის შედეგად თელ-ავივის რაიონში 2 ადამიანი არის დაღუპული ისრაელში. აშკარად ეს დარტყმა კლასტერული დაბომბვის შედეგად მათ შორის აღმოჩნდა მსხვერპლით ამ შემთხვევაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა თავშესაფარში ყოფნა, როდესაც განგაში იქნება და მაქსიმალურად თავდაცვა, იმიტომ რომ ირანის შესაძლებლობები შემცირებულია, მაგრამ არ არის სრულად ამოწურული ნამდვილად. ამავდროულად, ღამის განმავლობაში მთელ თეირანში მოქალაქეები ფანჯრებიდან ყვიროდნენ სიკვდილი მოჯტაბა ხამენეის, მანამდე უბრალოდ ხამენეის ამბობდნენ და პრინციპში საკუთარი სურვილი, რასაც აჟღერებდნენ პროტესტის განმავლობაში, რატომ ფანჯრებიდან? იმიტომ რომ ვერავის კონკრეტულად ვერ დააბრალებ, რომ აკეთებდა ასეთ განცხადებას, ეს იყო ზოგადი ხასიათის და ამიტომ ეს ფორმა შეარჩიეს თავის დროზე, იგივეს ახლა აკეთებენ უკვე მოჯტაბა ხამენეის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილო არის შექმნილი ვითარებით, ეს ბუნებრივია და უდიდესი ნაწილი ისედაც უკმაყოფილო იყო თვითონ მმართველობითი სისტემით, რაც გადაიზარდა იმ პროტესტში, რომელიც იანვარში იყო და 30,000 ადამიანი დაახლოებით მოკლული სხვადასხვა მონაცემით. ხო, იყო ნაკლები მონაცემებიც, 30,000 არის, ასე ვთქვათ, მაქსიმალური შეფასება, რაც კი ყოფილა ამ პროცესში. გეტყვით, რომ დარტყმები თეირანის რაიონზე გრძელდება კონკრეტულად, განსაკუთრებით ღამის განმავლობაში რამდენიმე დარტყმა იყო განხორციელებული თეირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობის საცავებზე და ძალიან ალბათ ნახავდით კიდევაც ინტერნეტში ეს კადრები, საკმაოდ სერიოზული ხანძარი იყო თეირანში ამ ნავთობის მარაგების მიმართულებით დარტყმების შედეგად. ეს, რა თქმა უნდა, სტრატეგიული არჩევანი არის ისრაელის და ამერიკის, გულისხმობს მათ შორის რეჟიმის საწვავის გარეშე დატოვებას. პრინციპში თქვენ, ვინც აქტიურად აკვირდებით ამ პროცესებს, იცით, რომ რუსეთის მიმართულებითაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება უკრაინის მიერ დარტყმები დრონებით რუსეთის ნავთობგადამუშავების ფაბრიკებზე, საწარმოებზე ან ასევე საცავებზე. სტრატეგიული მიზანი არის მოწინააღმდეგე მხარე დატოვო ერთი მხრივ ნავთობი როგორც პოტენციური შემოსავალი, მეორე მხრივ ნავთობი როგორც ომში აუცილებელი საკვანძო რესურსი. გარდა ამისა, ეს მოსახლეობაზეც აისახება, რა თქმა უნდა, და რეალურად რეჟიმი იქ მნიშვნელოვნად დგას ნავთობზე, ამ ნავთობის გარეშე რეჟიმი არის გაცილებით უფრო სუსტი. სწორედ ეს გათვლა აქვს ისრაელს ამ შემთხვევაში. გეტყვით, რომ პრინციპში ყველაზე საინტერესო ალბათ ინფორმაცია ამ მომენტისთვის არსებული ასევე არის ის, რომ დიდი ალბათობით ეს დაუდასტურებელია ბოლომდე, თუმცა გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა პირველი დარტყმა მიაყენეს ირანის ტერიტორიაზე საპასუხოდ. და სავარაუდოდ ეს არის სიმართლე, თუმცა ოფიციალური დადასტურება ამ მომენტისთვის არ გაგვაჩნია.
საამიროები პრინციპში დარტყმის ქვეშ არის ჯერ კიდევ, მაგალითად, აბუ-დაბის საინფორმაციო პრეს-ცენტრის მტკიცებით 2 ადამიანი იყო დაშავებული იმ ოპერაციების შედეგად საჰაერო თავდაცვის, რომელიც მოხდა კონკრეტულად დღეს. გარდა ამისა, პრინციპში ბაჰრეინიც გრძელდება და კონკრეტული დარტყმის ქვეშ არის ასევე ბაჰრეინი, ესეც საგულისხმო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის. პრინციპში ბაჰრეინში, კერძოდ ბაჰრეინში შეწყვეტილია საერთოდ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ნავთობის მოპოვება ამ მომენტში და ექსპორტი. ფორს მაჟორი აქვს გამოცხადილი ბაჰრეინს იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ვერ ახერხებს ნავთობის მიწოდებას ორმუზის სრუტის გავლით. იქედან გამომდინარე, რომ ორმუზის სრუტე ჩაკეტილია ფაქტობრივად, ნავთობის ფასი, რომელიც ომის დაწყების მომენტში $65 იყო ბარელისთვის, გულისხმობ WTI სტანდარტულ ან ბრენტის მოდელის ნავთობს, ეს სტანდარტია საერთაშორისო, $65 იყო დაახლოებით და ახლა ამ მომენტისთვის ნავთობის ფასი არის $102, თუმცა დღეს მიაღწია ასევე ოდნავ უფრო ადრე $120 საბოლოო ჯამში. ანუ $100-120 რეალური ღირებულება გახდა ნავთობის, რაც $65-დან შედარებით პრაქტიკულად გაორმაგებული ფასია. რეალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ნავთობის ფასებზე. მიზეზი გასაგებია, ორმუზის სრუტე ჩაკეტილია, ნავთობის წარმოება შეფერხებულია, როგორც საუდის არაბეთში, ასევე საამიროებში, ასევე კატარში, ბაჰრეინში, ქუვეითში, მთლიანად ნავთობის წარმოება, ნავთობის ექსპორტი პრაქტიკულად მნიშვნელოვნად შეფერხებულია. შეერთებული შტატების მტკიცებით გააგრძელებენ ორმუზის სრუტეში, ესე იგი, პატრულირებას და დაეხმარებიან ამ ყურის ქვეყნებს, ვინც ჩამოვთვალე, ეხლა რა ქვეყნებიც, რომ ნავთობის ექსპორტი გააგრძელონ ორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხოდ. თუმცა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს მაინც რთული იქნება, ვნახოთ, როგორ გააკეთებენ ამას შეერთებული შტატები და რამდენად ეფექტური გამოვა ეს პროცესი. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მთელი პრობლემა სწორედ იმას უკავშირდება, რომ ორმუზის სრუტე უსაფრთხო არ არის, თორემ გავლა კი შეიძლება, მაგრამ არაერთი დარტყმა იყო უკვე ირანული ძალების მიერ. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მიერ სისტემურად ირანის საჰაერო ძალების განადგურება, საზღვაო ძალების განადგურებას აქვს თავისი ეფექტი და ირანის წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა არ არის განულებული და შესაბამისად საფრთხეები გრძელდება რეგიონში. ასევე გეტყვით, რომ საინტერესო ინფორმაციას, რომ თურქეთმა განალაგა 6 F-16 ჩრდილოეთ კვიპროსში, რომელიც ითვლება თურქეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად. ეს არის ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. ოფიციალური მიზეზი უკავშირდება იმას, რომ ეს 6 F-16 უნდა იყოს კვიპროსის დარტყმებისგან დაცვის მიზნით, ანუ ირანიდან თუ მოვა დარტყმა, რეალურად, იმიტომ რომ ერთ კუნძულზე მდებარეობს ეს ორივე პოლიტიკური ერთეული და რეალურად დარტყმა შეიძლება მოიცავდეს ასევე ბუნებრივად ამ თურქულ მხარესაც კუნძულის, ასე რომ ამ შემთხვევაში ლოგიკა გასაგებია, რა ლოგიკითაც სარგებლობს კონკრეტულად თურქული მხარე. მეორე საკითხი არის ასევე, რომ როგორც გითხარით, ბაჰრეინში ერთ-ერთმა საწარმომ, პრაქტიკულად ყველაზე მსხვილმა საწარმომ ნავთობის, ბაჰრეინი საკმაოდ პატარა სახელმწიფოა, ქათარზე ძალიან პატარა არის, თუ შევადარებთ, ერთი კუნძული არის, ქათარი ნახევარკუნძული არის რეალურად და აი ბაჰრეინში ეს ნავთობის საწარმო საერთოდ აღარ იფუნქციონირებს დროებით. სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ ფორს მაჟორი გამოაცხადა და ამის შემდეგაც აღარ არის ვალდებული მიაწოდოს ნავთობი. და რა თქმა უნდა, როცა ნავთობის მიწოდება შეჩერებულია, რიგი ქვეყნებიდან, რომლებიც ნავთობით მოპოვებით არიან დაკავებული, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ბუნებრივად ნავთობის ბაზარზეც მერყეობა არსებობს. შეერთებული შტატებისთვის ეს ყველაზე რთული საკითხი არის $100-იანი ნავთობი. ფასი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ძირს უთხრის დონალდ ტრამპის
პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ნავთობის ფასების შემცირებას და სტაბილურობას ინფლაციური რისკების დაზღვევის მიზნით. შესაბამისად, აქედან უნდა ველოდოთ ჩვენც, რომ ინფლაციური მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება მნიშვნელოვნად და ეს აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. არა მხოლოდ საწვავის ფასებზე, არამედ აისახება ასევე რეალურად მათ შორის საკვების ფასებზე, იმიტომ რომ საწვავზე არის მნიშვნელოვანი დამოკიდებული, მათ შორის ტურიზმზე, მათ შორის ასე იგი იმპორტზე, ექსპორტზე, ყველაფერზე პრაქტიკულად ეს არის დომინოს ეფექტი, ჯაჭვის სქემა, შესაბამისად ნავთობის ფასების ესეთ მკვეთრ ზრდას და დეფიციტურ პროცესებს ექნება რა თქმა უნდა გავლენა. ნახოთ თუ დასტაბილურდება ფასები ნავთობზე. რეალურად დონალდ ტრამპმა უკვე თქვა, რომ როგორც კი ომი დასრულდება, დასტაბილურდება, მაგრამ როდის დასრულდება ეს ომი, ჯერ არავინ არ იცის. მეორე კვირა მიმდინარეობს უკვე ოპერაციის ან ომის რეალურად და ხო მე-9 დღე გამოდის დღეს და შესაბამისად პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად ლოგიკურია კიდევ რამდენიმე კვირა რომ გაგრძელდეს ეს აქტიური ფაზა. აქტიურ ფაზაზე რაც შეეხება ახლა შეიცვალა ოდნავ ფაზა, ისრაელმა ამის შესახებ ოფიციალურადაც განაცხადა. თუ პირველი დარტყმა მიზნად ისახავდა სააერო ძალების განადგურებას, სააერო თავდაცვის განადგურებას და დომინაციის დამყარებას ჰაერში, სააერო სივრცეში ირანის, ეს პირველი ეტაპი წარმატებულად პრინციპში ძალიან ეფექტურად შეასრულეს ისრაელმა და ამერიკამ. შემდეგი ეტაპი უკვე არის სტრუქტურული სისტემური განადგურება რეჟიმის. თუ აქამდე განადგურება მოიცავდა ძირითადად მარტო სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ამ მომენტისთვის აი ნავთობის საცავებზე დარტყმები უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს უკვე არის რეჟიმის მათ შორის ენერგეტიკული და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დანგრევაც, დემონტაჟი და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ესეც. ნახოთ როგორ წარიმართება ეს პროცესი, შესაბამისად არ ველოდებით ამ მომენტისთვის არანაირად ომის შეჩერებას, მიუხედავად ყველაფრისა, გეტყვით რომ ძალიან დიდი აფეთქება იყო ღამის განმავლობაში საუდის არაბეთში პრინც სულტანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც მდებარეობს რიადთან ახლოს, დედაქალაქთან ახლოს. ამავდროულად გეტყვით, რომ დარტყმების მცდელობები იყო ასევე ესე იგი საუდის არაბეთის დედაქალაქშიც და ირანმა საბოლოო ჯამში გაისროლა 117 დრონი და 17 ბალისტიკური რაკეტა საამიროების მიმართულებით და ასევე საუდის არაბეთის მიმართულებითაც გარკვეული კონკრეტული რაოდენობა. გეტყვით ასევე, რომ ტრამპმა განაცხადა ხო, ქუვეითს ასევე დაარტყეს დრონებით, ანუ გრძელდება პრინციპში იმის მერე რაც მასუდ პეჟეშკიანმა პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა მეზობლებს, რომ თქვენ გბომბავთო და არ უნდა გავაკეთებინაო, რასაც მეც პრინციპში ვამბობდი, რომ არასწორი იყო თქო თავიდანვე, მაგრამ ბოდიში მოიხადა ამისთვის და თქვა, რომ აღარ იქნება თუ თქვენი ტერიტორიიდან არ დაგვესხმებიან თავს და არ ყოფილა ამ ტერიტორიებიდან თავდასხმა ირანზე, თავიდანვე არ ყოფილა. ამ ქვეყნებმა აკრძალეს ეს რეალურად. მაგრამ მიუხედავად ამის განცხადებისა, პეჟეშკიანის პროცესი გრძელდება და რეალურად დაბომბვები საკმაოდ აქტიურად გრძელდება ყურის ქვეყნებში, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. ერთადერთი კატარი არის, შეგვიძლია ვთქვათ, ამ მომენტისთვის შემცირებული კატარის მიმართულებით დარტყმები. და ერაყის მიმართულებითაც ოდნავ შემცირებულია. დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით პრინციპში გრძელდება კვიპროსი და აზერბაიჯანის მიმართულებით სტაბილურობა არის ამ მომენტში. გეტყვით, რომ აზერბაიჯანული მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანული ჯარი საზღვარზე, რომელიც მობილიზებული იყო, ოდნავ ეხლა უკან დაიხიეს და ბუნკერებში არიან გამაგრებული. ანუ ნაწილი ჯარის გაიყვანეს, ეს მათ შორის აზერბაიჯანის მხრიდან ჯარის მობილიზაციის ფონზეც და იმ პროცესებზე, რაც განვიხილეთ ჩვენ აზერბაიჯანის კონტექსტში გუშინ ჩვენი ანალიზის დროს. შესაბამისად, ესეთ ინფორმაციას აუძლებს აზერბაიჯანული მედია, რამდენად სწორია, ეხლა ზუსტად ვერავინ ვერ გეტყვით ამას. სომხეთში გეტყვით, რომ უკვე მესამე სხდომა ჩაატარეს უშიშროების საბჭოს, დღეს ჩაატარეს.
კიდევ ერთხელ ფაშინიანის ხელმძღვანელობით და განიხილავენ, რა თქმა უნდა, რეგიონში შექმნილ ვითარებას. საქართველოზე უნდა ვთქვათ, რომ ჩემი აზრით სრულიად უცნაურია ეს დაბარებები ანალიტიკოსების, ან ექსპერტების, ან პოლიტოლოგების, პოლიტიკოსების, ვინც შესაძლო რისკებზე საუბრობს. შესაძლო რისკები არსებობს და ვერანაირი დაბარებით ვერ შემცირდება, ასე იგი, არც შესაძლო რისკები, არც საუბრის მნიშვნელობა ნებისმიერ ტიპის რისკებზე. გარდა ამისა, სამწუხაროდ საქართველოში პრაქტიკულად არ გაგვაჩნია უშიშროების საბჭო, იყო თავის დროზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, მანამდე ეროვნული უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. ეს ყველაფერი არის გაუქმებული და ამ მომენტისთვის არც ერთი მსგავსი სხდომა არ ჩატარებულა, არც ერთი მსგავსი საკითხი ესეთ დონეზე, ესეთ ფორმატში არ განხილულა. ხო, შეგახსენებთ, სომხეთზე ხო გითხარით და ილჰამ ალიევის განცხადებები 5 მარტს ნახჭევანში თავდასხმის შემდეგად ალიევმა უშიშროების საბჭო შეკრიბა. ანუ ორ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში უშიშროების საბჭო შეკრიბეს. ჩვენთან უშიშროების საბჭო არ გვაქვს, გაუქმებულია და არც შეკრიბეს. და ანუ თუ ამაზე ამ რისკზე არ ვისაუბრებთ, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ? საერთოდ თავი მივიჩნიოთ სუბიექტად საერთაშორისო პოლიტიკის, თუ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ვერ განვიხილავთ იმას, რომ ჩვენ უნდა გქონდეს გათვლილი სტრატეგია ამ რისკებთან მიმართებაში, როგორც ქვეყანას. შესაბამისად, ვითარება საკმაოდ რთული რჩება, დაძაბულობა აქტიური რჩება რეგიონში, პრინციპში უნდა ვთქვათ, ხო, ისრაელმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მოჯტაბა ჰამენეი არის, ანუ სამომავალი შვილი ჰამენეის არის შემდეგი სამიზნე, ასე რომ ამ კუთხით იგეგმება პრაქტიკულად მისი ლიკვიდაცია, ოფიციალურად განაცხადა ის ისრაელმა. გეტყვით ასევე, რომ ლიბანის მიმართულებით ძალიან აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს საჰაერო ძალების მიერ დარტყმები. მათ შორის გეტყვით, რომ აი 40 წუთის წინ ახლა ინფორმაცია შემოვიდა, ეს არის თბილისის დროით 2 საათი, რომ კირიათ შმონა იბომბება ამ მომენტისთვის ჰეზბოლას მიერ და პრინციპში ისრაელის ჯარის დარტყმები მთლიანად ლიტანი მდინარის სამხრეთის ნაწილში მდებარე მთელ ამ ინფრასტრუქტურაზე ძალიან აქტიურად გრძელდება, მათ შორის ბეკაას რაიონშიც ძალიან სერიოზულად და ასევე უდიდესი პრინციპში დარტყმები ხორციელდება ასევე ბეირუთის, ანუ ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილშიც. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ბრძოლები გრძელდება. ჰაიფას მიმართულებითაც იყო გასროლა, ოღონდ გუშინ, ჰეზბოლაჰი ისროდა გუშინ, დღეს იყო 2 საათის წინ ასევე ერთი გასროლის მცდელობა ჰაიფას მიმართულებითაც. და ჯამში რეალურად ეს ფრონტიც რჩება საკმაოდ დაძაბული, ანუ ლიბანის მიმართულება. ბოლო ასევე გეტყვით, რომ საათის განმავლობაში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ჰუსიტებმა დაიწყეს პირველი დაბომბვა, ოღონდ საუდის არაბეთის მიმართულებით. არ არის ჯერ დადასტურებული, მე ვერიდები, რა თქმა უნდა, დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ეს ისეთი ვითარება, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ინფორმაცია არსებობს. დანარჩენი დასტური უკვე შემდგომ ვიხილოთ. ასე რომ საუბარია იმაზე, რომ ჰუსიტებმა ასევე დაიწყეს აქტიურობა. საბოლოო ჯამში ვითარება ამ მომენტისთვის ასეთია. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ და გავაგრძელოთ დაკვირვება ამ მოვლენების. გთხოვთ, რომ ხარი დაუჭიროთ არხს, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ანალიზის მოწონებით, ანუ დალაიქებით. ასევე კომენტარების დაწერით, არხის გამოწერით, არხზე გაწევრიანებით და იმით, რომ გახდეთ აი არხის წევრი, გამომწერი, ეს ძალიან დაეხმარება არხის განვითარებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ყველას, ვინც უყურებს ამ ანალიზებს, ხედავ, რომ მოგწონთ და აყოფილი ხართ, ხედავ, რომ პრინციპში იზრდება ჩვენი აუდიტორიაც, იზრდება მაყურებელთა რაოდენობა და ეს, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ავითარებს ამ არხსაც. შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.